და ეს ფილმი ასე ვთქვათ, ვისი ავტორობით არის, ვინ დაამზადა და რა კონტექსტშია ამ ყველაფერთან ერეკლე ის. გასაგებია. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დღევანდელი ჩვენება არის მორიგი ჩვენება მულტიმედია არტ ჯგუფ სტიგმატის, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მე გახლავართ, ასევე რეჟისორიც მე გახლავართ, მონტაჟის ავტორიც მე გახლავართ პოეტი და არტისტი გიორგი ბუნდოვანი, თქვენი მონამორჩილი. ეს არის მორიგი ჩვენება, ჩვენი ჯგუფი უკვე 2 წელიწადი აქტიურად მოღვაწეობს 4 საერთაშორისო ფესტივალში გაყიდული მონაწილეობა კატალოგში შესული 4 ფესტივალის და გარდა მაგისა 2006 წლიდან დაიწყო ჯგუფმა თავისი მოღვაწეობა, შემდეგ ჯგუფი დაიშალა. ამჟამად ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს 52 მინი-არტ ფილმი. ამ ფილმებს მე თუ ვაკეთებ და კიდევ მეორე რეგულარულად ვაწყობ ჩვენებს. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენებას, დღეს გადაწყდა უკვე მეორე ჩვენება საჯარო ბიბლიოთეკაში ჩვენი ჯგუფის და დღეს გადაწყდა ახალი ტრილოგიის ჩვენება. ამ ტრილოგიაში ერთი ფილმი არის გაკეთებული, ესე იგი სტიგმატის და წერვისა და არტისტის ერეკლე დეისაძის ერთობლივი ნამუშევარია და ფაქტიურად ჩვენმა თანამოაზრეობამ, ჩემმა თანამოაზრეობამ ერეკლესთან და ასევე პირუპუ გამოიწვია ჩვენი ეს თანამშრომლობა, შესაძლებელია ეს გაგრძელდეს რა თქმა უნდა მომავალშიც. ჯგუფის სტიგმატი არის კრეატიული ჯგუფი, ჩვენ მუშაობთ დაბალ რეზოლუციაში, რადგან მინდა ხაზი გაუსვა და ჩვენ ვაკეთებთ ფილმ პოეტრი კინოპოეზიას ჩვენის დავამკვიდრებთ ქართულ ართ რეალობაში. ანუ ჩვენ ვართ და ფაქტიურად გადავიტანეთ ეს ეკრანზე და იგივე ალბათ მდგომარეობაშია შინაგანად ერეკლე დეისაძეც და მას როგორც კი მე შევთავაზე სიამოვნებით დავთანხმდა ამ პროექტში მონაწილეობაზე და ანუ ახლა რა ფორმა აქვს ასე ვთქვათ აი დეისაძესთან თანამშრომლობა ანუ მისი ლექსი არის არა გეტყვით ან როგორ არ გეტყვით მისი ტიპაჟი და მისი ასე ვთქვათ არტისტული მონაცემები საინტერესო გამოდგა. მე ასევე ვთანამშრომლობ სხვა არტისტებთან, რომლებიც არ არიან ჯგუფ სტიგმატის წევრები, მხატვრები, არტისტები და ისინიც მონაწილეობენ ხოლმე პერიოდულად. ჯგუფის შემადგენლობა რაღაც 4 ადამიანი ვართ, ძირითადი ბირთვი, მაგრამ გახსნილები ვართ და ბევრ ადამიანებთან თანამშრომლობთ, ასე ვთქვათ. მორიგი ასეთი თანამშრომლობა არის, ერეკლესთან თანამშრომლობა, ვიბორებ შეიძლება გაგრძელდეს ეს რა თქმა უნდა. ეს ფილმი, რომელიც დღეს აქ გავა, არ არის რა თქმა უნდა არაორდინალური ფილმია, ჩვენ ისედაც არაორდინალური ფილმებს ვაკეთებთ, აქტიურად ყველა კინო სტანდარტებს ვანგრევთ და კლიშეებს ვანგრევთ, ეს არის ჩვენი მიმართულება და ეს ფილმი იქნება საკმაოდ ძიმე სამურებელი ფილმი, საკმაოდ ძიმე წინასწარ მინდა ვთქვა, მაგრამ ფილმის მიზანი არის ფილმი შარჟია თვითონ, ანუ ჩვენ რიტუალიზმის გაშარჟებას ვახდენთ ამ ფილმით და სხვადასხვა სტიგმატის ეს უკვე მესამე ფილმია, სადაც ჩვენ აქცენტს რიტუალიზმის გაშარჟებაზე ვაკეთებთ, ამიტომ შევკარეთ ტრილოგია. ფიზიკურად სადაროშრობენ დამედა ეგრე ჩამოვა ოთახშია მუშაობს. სახელი და გვარი გვიშალის პერსონაჟი ხო ამხელი ფილმი ზოგადად ეს ფორმატი და ანუ პოეზიის გადატანა უკვე ვიდეოზე ასე ვთქვათ და ფილმზე და ამ განსხვავებებს ეს არ არის ახალი თუ თვლით რომ ეს ახალი ფორმაა ასე ვთქვათ და რამდენად საინტერესოა ამ ფორმატში პოეზიის და განსხვავებებს რაღაც ხედულებიდან რო შევხედოთ ახალი რაღაც ახლა ამ ფორმატში და ახლა ამ დაგვარი რაღაც საქართველოში არ არის და ამის მხრივ კი და ზოგჯერ შეიძლება ახლა ხანდახან ერთგული ხდება ამ დაგვარი როგორც ვიდეო როგორც არის პატარა short video ფილმები და მაგრამ რა ვიცი ახლა გავარკვევს ადამიანები ჩვენ მაინც ისა ეს თქვენ ფილმისადაც თქვენ ხართ თავარი გმირი ხო? თამაშობ ხო ფილმში? თავარი პროცესს არც არის, მაგრამ ის მეორე ხარისხოვანი. როგორ მიმდინარეობდა მუშაობა და თქვათ რეჟისორი რა მოთხოვნებს აყენებდა და როგორ იღებდა ამაზე როგორ საუბრობთ თქვენ როგორი დატვირთვით იყავით ასე ვთქვათ ამ ვიდეოში? სპონტანურად ვაკეთებთ რაღაცა იძია ახლა და ამ იძიის მიხედვით ჩვენ ვჯერობთ და მაგრამ ვიტაშვილო მე გადავდგები ეს გიარი ხარია ვიტაშვილის გამჭირდა რა ჩემს მაგრამ ამ ოჯახის ახალგაზრდა და განათლება ლოცულ ცხოვრებაში ვარ ლოცულ განათლების ჯანმრთელობიდან გაიშვია სწავლობ ახლა
ზუსტად ვერ დავიწყებ, ეს ქართული პონტია რა. რა, ცით. ვასალაც ეცება ანანიაშვილის გამოფენისის. ზემოთ? ხო და ხმაური და ის ამიტომ მეკითხა იცი. Okay, შტატივი ვარ. შტატივი არის. хорошо. მე მიდივარ მოტივაცია. აუ მეცებრე მოვქანდი ჩემს მე არ დამაგვიანებ ნახევარი საათი გავა და ჩვენი ჯგუფი მუშაობს სპეციალურ არის მინიატ ხალხები გასაჩვენებელი მოგიბრის არის სპეციფიკი ჩვენ ეს პროგრამა შეიცავს და ასევე ჩვენი ჯგუფი აკეთებს ცოცხალ პერფორმანსებს ჩვენ დამოწევთ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში, და მოგივიდა მაგათ ჩვენებს სტუდენტებს პრეზენტაციებს, ასაც მოვიდა ჩვენ სხვადასხვა საჯაროში შაშენება და ჩვენი ჩვენება ძალიან დიდი მოგივიდა საჯარო პრეზენტაციას წარმოგვიდგენთ რომ მუტაცია ფილმი სტიგმატის და ეპიდემიის სამუშაოები და ჟურნალისტი და ეს ფილმი ძალიან სპონტანური გახდა და სცენარი სიტუაცია რაც მოიტანა იმ მომენტში. საბოლოოდ მაყურებელი მაგასაჭიროა. ჩემ საინტერესო იყო ამ ადამიანებთან მუშაობა, რომელიც ემოციურად პროექტებიც და მეორე მხრივ საინტერესო იყო ჩემთვის რომ მთლიანად ფილმი არის გაფორმებული ჩემი მუსიკით და ეს მუსიკა არის ძალიან შიდა სამზარეულოდან გამოტანილი, რომელიც აქამდე არ იცოდა მაგალითად ჩემი მუსიკის ფილმი არის მუტაციაზე ადამიანის თავმოყრა და საკუთარ თავში და ეს ყველაფერს რომელიც იქ მოვიფიქრეთ კი, სამშვიდობისა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საჯაროს ადმინისტრაციას, ჩვენს მეგობარს და კოლეგას გიორგი გეკენდიძეს, რადგან დამრითმო ხალისით ასე ვთქვათ ეს დარბაზი. უკვე მეორე ღონისძიება ტარდება საჯაროში, სტიგმატის რიგით მეორე ღონისძიება, სხვა დღეში, სარდაფში, შანშან და მე ახლა ბევრს აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი ორი სიტყვით, რომ ლევანდელი ჩვენება იქნება ტრილოგია. ამ ტრილოგიაში იქნება ფილმი მუტაცია, რომელიც სრულიად ახალი ფილმია და დღეს შედგება ამ ფილმის პრემიერა. არც ჯგუფმა სტიგმატმა და
მუსიკოსმა და მწერალმა ერეკლე დეისაძემ ეს ფილმი გავაკეთეთ ერთობლივად. ფაქტიურად ჩვენ არანაირი სცენარი წინასწარ როგორც სტიგმაც ჩვევია სცენარი არ დაგვაჩნდა და უბრალოდ ჩვენმა თანამოაზრეობამ რაღაც საკითხებში ხელოვნების მიმართ ზოგადად თანამედროვე ხელოვნების მიმართ მიდგომებში თანხვედრამ განაპირობა ის რომ ჩვენ ერთობლივად გავაკეთეთ ეს ფილმი და მინდა ვთქვა რომ საკმაოდ საინტერესო რაღაც გამოგვივიდა ვინც სტიგმატის ჩვენებებს პერიოდულად ესწრებოდა იმან იცის რომ ჩვენი ფილმები არ არის რა თქმა უნდა ესეთი ტიპიური და სტანდარტული ფილმები ჩვენ ვანგრევთ ასე ვთქვათ ამ კინოსტანდარტებს და გავდივართ ამ კლიშეებიდან კინოპოეზიას ვაკეთებთ და ფაქტიურად ჩვენი ფილმები არის ვიდეო დოკუმენტაცია ცოცხალი პერფორმანსების მე ასე ვიტყოდი სცენარი არ გაგვაჩნია უბრალოდ ჩვენ სპონტანურ პერფორმანსებს ვდგავთ ხან ბუნებაში ხან რაღაც урბანულ სხვა სივრცეში და ვიდეო დოკუმენტაციას ვახდენთ და ჩვენ მუშაობთ დაბალ რეზოლუციაში საგანგებოდ ხდება დაბალ რეზოლუციაში ფილმების გადაღებაც მონტაჟიც და ასე შემდეგ რაც შეეხება დღევანდელ ფილმს წინასწარ მინდა გითხრათ რომ ეს ფილმი შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს ოდნავ მძიმე საყურებელი ძირითად ფილმზე მაქვს საუბარი მუტაციაზე მაგრამ მინდა გითხრათ წინასწარ ასევე ის რომ ეს სამივე ფილმი რომელიც იქნება ტრილოგიაში წარმოდგენილი წარმოადგენს ერთგვარ შარჟს ეს ფილმები არის შარჟები რიტუალიზმის წინააღმდეგ გაშარჟება ანუ რიტუალიზმის გაშარჟებაა ამ შემთხვევაში საუბარი არის მიცვალებულის გაპატიოსნებაზე შეიძლება ასე ითქვას ან და საერთოდ მიცვალებულთან დაკავშირებულ პერიფერიებზე მე ყოველთვის მიმაჩნდა შინაგანად რომ ყველაზე ცივილური ფორმა არის კრემაცია შეიძლება ეს განაპირობა იმან რომ მე დაინტერესებული ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში აღმოსავლური რელიგიებით და ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში ეს მიმაჩნდა ყველაზე ცივილურ ფორმას და აი ამ განაპირობა ამ ფილმების შექმნა როგორც იტყვიან ტკბილ დოკუმენტს ბოლოსკენ მომიტოვებთ და ფილმი მუტაცია იქნება ბოლო ანუ მესამე პირველი ფილმი იქნება მუმიფიცირებული ლიტერატურა რომელიც გადაღებული იქნა 2010 წელს და შემდეგ გადამუშავებული იქნა 2012-ში მეორე ფილმი გახლავთ რუსულ ტერმინს ვიხმარ ასე ვთქვათ სრულიად ტაოტიანი ეს არის ფილმი მიწის სამჭედლო რომელიც 2 დღის წინ დასრულდა ფილმის მონტაჟი და რაც თავარია ფილმი მუტაცია სადაც მე და ერეკლე ახლა ორ სიტყვას ვთქვა რომ ერეკლემაც ვთქვას და შემდეგ დავიწყოთ ფილმებს რა დავამატო ყველაფერი ითქვა მე მგონი უბრალოდ ერთ ვიტყვი რომ მუტაციაში ანუ საერთო ფილმში არის კადრები დოკუმენტური მასალა რის გაპატიოსნების და პარალელურად დადგმული გაპატიოსნება მიცვალებულის და რაღაც წაფენის პრინციპით მოხდა და ერთად შეიკრიბა სურათი და დანარჩენს ალბათ უფრო ხო თან შენი მუსიკა არის საინტერესო ჩემთვის იყო რომ ამ ფილმზე მუშაობა მთლიანად არ გაფორმებული ჩემი მუსიკით ყოველდღეს მუსიკა არის რამდენიმე ცნობილი გასაკეთებელს და რამდენიმე არასოდეს შიდა სამსახურიდან გამოტანილი ტექსტის გარეშე რაღაც კომპოზიციები რაც იცოდი რომ დისმე რაღაც ვიდეოს ან ფილმის სახით და ფილმი უნდა გაიფორმებინა და მუსიკას და მოხდა კიდევაც ხო მადლობთ აი ესეთი სიტუაცია ახლა დავუშვათ ჩვენ რამდენიმე სიტუაცია ჩვენ
და ამ ფილმებს ყველის მოგვიდა ყველაზე და ამდენ შეიძლება ჩემი თანამშრომლობა შედგა ძალიან ჩვეულებრივად, იმიტომ რომ არტურ სტიგმატის წევრებს დიდი ხანია ვიცნობ და გიორგი ჩემი მეგობარია მომდოვანი და როცა შემოთავაზა რაღაც იდეათა თანხმად რა იყო მთლიანად ეს ფილმი და თქმა პრინციპში ეს იყო თავიდან ბოლომდე ინსტინქტი შეიძლება აქვს საქმელი იყოს პროტექსტი ან პირდაპირ მაგრამ ჩვენთვის ნებისმიერი ჩარჩო არის უკვე პრობლემა და ეს კინო ჩარჩო რაც არსებობს მეგობრებო ამ ფილმები რაღაცნაირად დაგრეული იყო ეს მოხერხდეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ინსტინქტები და ადგილზე მოქმედი სცენარიც კი არ არსებობდა უბრალოდ სპონტანური იყო მთლიანად მთელი ეს პროცესი და ასევე მუსიკა სპეციალურად ამ და თუ ეს იყო უკვე რამოდენიმე დაიწერა თეორიული კომპოზიცია სპეციალურად ამ ფილმისთვის და რაღაცები არის რაც მანამდეც იყო და უბრალოდ ამ სიმღერები თუ იცნობენ როგორც მუსიკას რაღაცნაირად ისე დააჭრა პოლიტიკა ის ქერეხები და რაღაცები და ჩემთვის მოგებული ამის ხაზგასმა იყო ყველა ეს კადრი რაც თქვენი ხილეთ და ეს განკუთვნილ ალბათ ჩემთან კიდევაც იმიტომ რომ აქ ძალიან უცადესი მახინჯი ფორმით იყო გადმოცემული სპეციალურად რომ რაც გარეთ ლამაზად ჩანს თაიგულებში ჩასული სინამდვილეში ეს ყველაფერი ხარს შინაგანად და ამიტომ ამის ხაზგასმა მინდა და მე პირადად და გიორგისაც
მე ვიცი რომ ცოცხალი იყო თვითონ ითამაშებდა შეიძლება თვითონ ეთამაშა ბონის როლიც კი იმდენად გახსნილი და იმდენად კომპლექსური ადამიანი იყო და თავისებურად ძალიან რელიგიური ადამიანი იყო არ იყო ესეთი სტანდარტული არც მართლმადიდებელი არც შეიძლება ინდუისტი არც ბუდისტი არც ინდუისტი არაფერი არ იყო მაგრამ შინაგანად იყო ძალიან რელიგიური ადამიანი რაც მისი ლექსებიდან ჩანს მის ლექსებში გაიცნო დაინახავს რომ სულ ღმერთზე და სულ რაღაც ზენაარსზე აქვს საუბარი აქედან გამომდინარე აი ამაში თამაგონა მე ამ ფილმში შექმნა რაც შეეხება ერეკლედეისათვის ფილმში მონაწილეობას ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება კიდევ ყოველდღიურად ჩვენი აზრების თანხმობიდან გამომდინარე ჩვენი შეხედულებების თანხმობიდან გამომდინარე რაც შეეხება იგივე საკითხებს ანუ რაშიც ჩემი და მომაჩენის აზრები ემთხვევა იგივე დაემთხვა აზრობრივად შემსაძლებელი შორის და მუსიკაც ერეკლედეობაცა და სხვადასხვა მინდა მუსიკაზე თქვენი მომენტი რომ არ იყო გათვლილი და მუსიკა ასევე სპონტანურად როგორც ხდება სტიგმატის ფილმების გადაღება ასევე სპონტანურად ჩაჭდა ყველა სინგლი თავის ადგილზე და ის ტექსტებიც აბსოლუტურად სპონტანურად მოერგო იქ არის ტექსტები რომელსაც შენ პანთეონში საფლავს გითხრიან და მსგავსი რაღაცეები როდესაც მკვდრების ომაზეა ლაპარაკი და ასე შემდეგ ანუ ეს სპონტანურად მოერგო ამ ფილმს ფილმი რა თქმა უნდა არის ძიმე სამომავლობები მაგრამ კიდევ მეორე ეს ფილმი არის ფილმის შარჟი ანუ გაშარჟება არის რიტუალიზმის ის წინააღმდეგაც ალბათ შინაგანად ვილაშქრებ თუმცა მეც ამ აკროპოლისა შვილი ვარ და მეც მამაჩემი ჩვეულებრივად გავაკეთებსნე ასე ვთქვათ ჩვეულებრივად პანაშვილის გადავუვადე კელერის გადავუვადე 40-ის გადავუვადე აი ეს იყო რეალობა ყველა საინტერესო იყო ჩემთვის ამ ტრილოგიიდან პირველი ორი ფილმი რომელიც ამხობდა ნანახი და ძალიან მართლა მე მესამესაც მიჩემია მაგალითად პირველი ორი ფილმი რომელიც პირველად დაწერეს იმდენის პონჩი რაღაცა ხან ნიკ ზენდი გამახსენა ხან ის და ვიღაცები მაგრამ მივხვდი რომ ეს კლიშე ნებისმიერი კლიშე თავისთავად პრობლემაა და კინოს შარჟი როცა ამბობს გიორგი ეთანხმები იმიტომ რომ ჩემთვის აკადემიური და კლასიკური კინო აღარ მაინტერესებს მსგავსი რაღაც ვიზუალური ხელოვნება უფრო მომწონს ბოლო ხანებში მუსიკასაც შეეხება ეს დაწერილი იყო რამდენიმე ტრეკი ფილმისთვის ოღონდ რა ფილმი იქნებოდა მე არ ვიცოდი მაგრამ წერდი ვიცოდი რომ ეს ტრეკები რაღაც კონჩი უნდა გამოყენებული იყო მომავალში ფილმებში და აქ არის კიდევ 2-3 ვეში რომელიც ინტერნეტში დევს და იციან შემოსვენელებმა მაგრამ დანარჩენი ტრეკები იყო შიდა სამზარეულოდან გამოტანილი რომელიც ფილმს ერთი როცა ძალიან მაგრად დააჭერა რაც შეეხება მომავალ თანამშრომლებასაც თუ ისე მოხდება იმდენად თანხმობა რაღაც როგორც ამ ფილმის შემთხვევაში მოხდა პრობლემა არა მე ნებისმიერ ადამიანთან თუნდაც გიორგისთან ვიჩემებია ძალიან ჩვეულებრივად და სიამოვნებით ვითანამშრომლებ და ვიმუშავებ იმიტომ რომ ეგა ჩემს შედეგი მე არასდროს არ მაინტერესებს თავი პროცესი და ამ პროცესისგან მე მივიღე საკმაოდ დიდი ეს ვთქვათ ადრენალინიც, კაიფიც, მუხტიც და ყველაფერი რა ეს ტექსტი არის ავარაკის არეშინია ის გასული არის ამ სამყაროდან და უბრალოდ გვამით არის გასულია და მას უკვე სხვა განზომილებაში აქვს ფინა და ისე ერთი რაღაცა კი არის ფიზიკურად ძალიან მციოდა და ერთხელ ჩუმა მკითხეს აი არ ვიცი რა მე უთხარი მაგრამ დავასწავლე რომ მაგრამ გავაკეთე და რაღაცნაირად ისეთია რა არავის მსგავსი ალბათ არ გამოკეთებია საქართველოში მე სხვაგან არ ვიცი ზარსება მაგრამ ასეთი ტიპის ფილმები და პირველად გიორგის ისევ იქნება ჩემი რაღაცა. ძალიან ხელმიუღებელი და რაღაც სხვა რელაცია. ეს ლექსია ფილმა, რასაც ლექსიაში ვარ ფილმები ვარ. მეგონი მართლაც ასია, რომ რაღაც რეალიზება რაღაც სახელ გაუქმებელი განცდები. რასაც არა მარტო რეჟისორი, არამედ მსახიობებიც აკეთებენ. განსაკუთრებით ნიშა. ნიშას მე ვეძახი ანდერგრაუნდის ჩარლი ჩაპლინის. ის რაღაც ისეთებს აკეთებს, ისე რა ვიცი არა. რეალურად როლში არის. ძალიან გიხდება წითელი ბორდოსფერი. მართლა ძალიან გიხდება. როცა მე შენ გადაგიღებ, ეგ უნდა ჩაგაცვა. ძალიან ლამაზია დედასპეციალი.